Თქვენ თავარს პირდაპირ ეთერში ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტის გამო აქცია იმართება ბრიუსელში ემიგრანტები გეგმავენ მსვლელობით გადაინაცვლონ ევროპარლამენტის შენობასთან და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერონ. მეგატივი ონლაინ ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსი გოგი წულაია ჩაწერა. მოსვლის შეჩერება ჯობია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუჩერონ ვიზები და მათ ქონებებს მიადგენ, რათუ მათთვის ყველაზე დიდი ღირებული არის ქონება. ქონებები უნდა დაუყადაღონ, აი ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა, რომ და თან სხვადასხვა ევროპელებს მინდა უთხრა ერთი რამ. თქვენგან გამოგზავნილი თანხები, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარებოდა, აი თანხებია გვენ მოპარული. და იმ თანხებით აგვენ თქვენთან უკვე სახლები ნაკიდი, ამიტომ კეთილი ინებე და დაასაცილე და დაიბრუნე თქვენი თანხები. ანუ უბრალოდ გამოგზავნილი იყო ქართველი ერისთვის და დაუბრუნე ქართველებს, დაუბრუნე ქართველებს. რა ვიცი. ნახოთ, მე ძალიან იმედიანად ვარ და ბრძოლა გრძელდება, დანებება არ შეიძლება და ნუ ახლა ერთი ანეკდოტის დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ მინდა ერთი ანეკდოტი მოყვე გურული. თოფს ესვრი ჩიც. და ნუ ჩიტი გაფრინდება და მიაძახებს გურილი, ჩემი ხელი და ტარიხაო და აცი რამდენის გინდა იფრინეო. ჩვენ ყველანი ვიც იქავართ, მათი ხელიდან ვართ მკვდრები, იმიტომ რომ მოქნეული და მოზომილი არ არსებობს. ყველა ის ადამიანი, ყველა არის მკვდარი. ამათი ხელიდან, ყველა ჩვენც ემიგრანტებიც ამათი ხელიდან ვართ მკვდარი. ამ ადამიანებს აქვთ ერთი რამე გაცნობიერებული, ახლა ვის გავართ აქ, აბსოლუტურად ყველას აქ გაცნობიერებული, რომ ჩვენ მოგვიწევს თუ ჩვენ ახლა გამარჯვებას ვერ მივახციეთ, რაც ამჯერა, მაგრამ თუ ვერ მივახციეთ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს 21 წლის ემიგრანტები ვით, რომლებსაც სული გადვრათ საქართველოში ჩასვლის ნატრაში. აი ზუსტად იმდენს გვიზადებს ახლა ყველა ემიგრანტს ეს ხელისუფლება, რომ აქ სული გაგზულება საქართველოს ნახვის სულში. და აი ეს აქ ყველა ემიგრანტს აქ შემეძლია განახოთ უამრავები. კიდევ ველოდებით ეს ქართული რეალობა ვიცით და თან ახლა ბრიუსელ და ემიგრაციას არა ასე იმათ რომ ასე ადვილად გამოვიდნენ გარეთ, ველოდებით ადამიანებს კიდევ დარეკილია, გვიერთდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან და დავიწყებთ მსვლელობას პატარა ხანში. და ყველას აქვს გაცნობიერებული ხელისუფლება უნდა დამაცდეს, თორემ გაგზავნობა სული მაგ ქვეყნის ნატრაში.